Koalitsiya ცვლილებებისთვის ლიდერები აცხადებენ, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ისინი ნიკა გვარამიას ხდომაზე უკვე მეორე დაბარებას, კონკრეტულად კი ონლაინ ჩართვას გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, გვარამია კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული. გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მეორე დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე. პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებების ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია. ისინი ამისათვის იმყოფებიან საჯარისწყლების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია ახალი არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე რა პირობაც აქვს პროტესტს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ჩვენ არ ვცნობთ წულუკიანის ფარს, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისათვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა.